თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. მან ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის მისიაზე. არსენ იყალთოელის მიერ ყირიონ ქართლის კათალიკოსის სახელის მიზანმიმართულად დაფარვის შესახებ, სწავლება ადამის შექმნისა და კაცთა გამოხსნის საღმრთო განგებულების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით, პირველ მშობელთა ცოდვა და პირადი პასუხისმგებლობა ბიბლიური კონტექსტის მიხედვით, სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით, კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია და ბოლშევიკური ხელისუფლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ წლებში, ასურელ მამათა ღვაწლი, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელთან დაკავშირებული ხატები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება 7 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველწლიურად იმართება. Am სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენი სასწავლებლის გამორჩეული სტუდენტები ძალიან ღირსეულად წარდგნენ ისინი აუდიტორიის წინაშე, შესანიშნავად მომზადებული მაღალ აკადემიური მოხსენებები ჰქონდათ. სხვადასხვა მიმართულებას ეხებოდა სამივე მოხსენება, ერთი თეოლოგიის კუთხით იყო, მეორე ლიტურგიკის, მესამე ისტორიის კუთხით იყო განხილული მნიშვნელოვანი საკითხები. გაიმართა დისკუსიაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთი სამეცნიერო ღონისძიებების გამართვა არის მნიშვნელოვანი სტუდენტების განვითარებისათვის და სტუდენტების მხრიდან ინტერესი არის ძალიან დიდი. სტუდენტური კონფერენცია ჩვენთან უკვე ტრადიციად გადაიქცა და მიგვაჩნია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტების სამომავლო განვითარებისათვის, მათი განათლების დონის ამაღლებისათვის. ეს სტუდენტური კონფერენცია, რომელიც დღეს ჩატარდა, ის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტისთვის, რადგან ეს არის ერთგვარი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისა, რომ ის ყოველდღიურად ნაშრომი და მიღებული ცოდნა წინ წარმოაჩინოს ადამიანმა და სხვებისთვისაც საცნაური გახადოს. რაც შეეხება ჩემს თემას, ეს გახდათ ადამის დაცემასა და კაცობრიობის საღვთო გამოხსნის განგებულების შესახებ. შრომის პროცესი საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ არაჩვეულებრივი პროფესორ-მასწავლებლები ყავს, რომლებიც გამუდმებით გვიკვალავენ გზას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და თავისთავად ეს აადვილებს ჩვენს პროცესს სწავლისა და მიღებული ცოდნის საჯარო სივრცეებში გამოსატანად. ჩვენი საკონფერენციო მოხსენება შეეხებოდა წმინდა არსენ იყალთოელის მიერ კიროს ფაზისელის სახელის მიზანმიმართულ დაფარვას. მოგეხსენებათ, ისტორიოგრაფიაში გავრცელებული არის მოსაზრება, რომ კიროს ფაზისელი, რომელიც დაგმო მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებამ მონოთელიტური აღსარებლობის გამო გაიგივებული არის ქართლის პირველ კათალიკოს კირიონთან და ჩვენი მოხსენების შეეხებოდა ერთ-ერთ კონტრარგუმენტს, რომელიც აქარწყლებს აღნიშნულ მოსაზრებას.